Taran, tarararan, tararan, tarararan. აბა ნახოთ რა ხდება კვირა დღეს თბილის ქალაქში. ამინდი არის 14 გრადუსი, მოღრუბლობა, ცოტა ნიავი და წითელზე გამოსვლელი ხალხი. პარემ რა წერანაინთო. აი 2 წამის ანთებული რო არის მოსულა რა, ვითომ წითელზე გასვლა. აი 5 წამი თუ უკვე არასი შევა ხო არ გახვა, აი 5 წამი ანთია რა. მოკლედ ზან ბევრი საქმე დამეყარა თავზე ერთად და ვერ მოვახერხე ვერაფრის მომზადება ჩაწერა გადაღება რა ვიცი ვერაფერი ვერ მოვახერხე გარდა იმ საქმეებისა რაზეც ვარ ახლა ორიენტირებული და ამიტომ გამიგრძელდა ესე ძალიან ვიდეოს გადაღება და ატვირთვა კვირა არის გავიაროთ ქალაქში რა ხდება დავათვალიეროთ როგორი მოძრაობაა და რამდენად სახიფათო არის ზოგადად კვირა დღე მოტოციკლისტებისთვის. არც ივა ახლა, მაგრამ აი ისეთი ამინდია, აი ბოლომდე რო არ გაკაიფებს რა. რა ხდება? საცობ? კი ბატონო. ოღონდ დიდი არაფერი წითლებისგან გამოწვეული საცობი არის. ეს დროს, როცა შუქნიშანზე დგახარ და პირველი ხარ და არის საშიშროება, რომ ან შემხვედრი შეგეჯახოს, ან მომხვევი შეგეჯახოს, გირჩევნიათ ხოლმე, რომ პირველ სიჩქარეში გქონდეთ მოტოციკლები, რამე იყოს, რომ გაასწრო, აი არ გამოხვიდე ხა, ნუ საფრთხეს რა. კი ძახიან რომ სეპლენიას აფუჭებს ძმაო და რაღაც არც ერთ სეპლენიას რო აფუჭებდეს აღარ ცოცხლის ფასად. ეგ ერთ და მეორე აუ ვიცი აგერ უკვე მე-10 წელი წავიდა რომ მოტოციკლებზე ვზივარ და ხშირ შემთხვევაში ეგრე ვიცი რა თქმა უნდა ყოველთვის არ მაქვს ეგრე პირველში ჩატოვებული და ხანდახან ნეიტრალშიც მაქვს ხოლმე მაგრამ ძალიან ხშირად პირველში ვარ სეპლენიით მოჭერილი და არაფერი დამართნია, ნუ სტრაიკერზე გამიწყდა ერთხელ. იმიტომ რომ 2003 წლის მოდელს თავისი სტოკი მოყვება, რა ქვია, სეპლენის კაბელი რა, რაღაც დროს უნდა გაწყდეს და ყავდა 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ, ანუ კაროჩე ერთი 10 წელი ემსახურა, მე შევცვალე და კიდე ისე მუშაობს, ანუ წესით და რიგით ეგ ჩვეულებრივად სერვისში ითვლება და არა წეან ვიყიდე მოტოციკლეტი და გამიწყდა სეპლენია. გავაპირებ რომ დედაინის ბაღში მივიდე. მინდა რომ ფოტოები გადავიღო. იქნება სკეიტერი ბავშვები იყვნენ და ფოტოებს გადავუყრებდი სიამოვნებით. სკეიტბორდი არის ჩემი, არ ვიცი. ბავშვობის სიყვარული, გართობა, თავისუფლება მოტოციკლეტივით მქონდა სკეიტბორდი ბავშვობაში. ყველაფერზე მიხაროდა სკეიტბორდზე ვდგებოდი, არ მიხაროდა პირიქით მოწყენილი ვიყავი სკეიტბორდი მეხმარებოდა და ასე შემდეგ. საკმაოდ კარგ რაღაცებს შვებოდი. ტრიკის გაკეთება შემეძლო, ბევრი ტრიუკის გაკეთება შემეძლო, ასე ვთქვათ. ვდგებოდი, ვატრიალებდი ჰილ ფლიპი, რაღაცა კიკ ფლიპი, შოუითები. კაი იყო. ხო და ეხლაც სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე ჩემპიონატებსაც ინტერნეტში ლაივში მოვდივარ ხოლმე ხანდახან მეც ვკატავებ, მაგრამ მუხლები მტკივა უკვე და სავარაუდოდ სანამ ოპერაციას არ გავიკეთებ, ვარ გავიუარესო მდგომარეობა ჯერ არ მოვკიდებ ხელს. შორიდან დავაკვირდები. ხო და ესე მივდივარ ხოლმე და მიყვარს ფოტოების გადაღება და ვუღებ ხოლმე ამ ხალხს სკეიტბორდზე კატაობისას ფოტოებს. ზოგადად ფოტოს გადაღება მაგრად ასწორებს, რაღაცნაირი ის გაქვს. მომენტს ხასიათს იჭერდა, ისტორიას უტოვებ რა. ფირზეც მიყვარს გადაღება, უბრალოდ ცოტა გაძვირდა ეხა ფირები და დავუბრუნდი ისე ციფრულ გადაღებას, თორე ეს ბოლო დრო ძალიან ფირებში ვიყავი გაჭრილი. ერთ-ერთ ახალ წელს Secret Santomanes რო თამაშობდით,
ჩემმა ახლო მეგობარმა მაჩუქა ფირის კამერა და ძალიან ვისიამოვნე, სანამ ხელმისაწვდომ ფასებად იყიდებოდა. არც ახლა არის ახლა რაღაცა რო გითხრათ. კატასტროფა გაერთობი, იყიდი რავი, თოში ორ ფირს იყიდი სიტყვაზე ისე რომ არ შეწუხდე ფინანსურად, მაგრამ ესე რომ ადგე და იღო, იარო და გაერთო, ჯობია ისევ ციფრულით გავსებ, გადაიტანან რა კადრიც არ მოგეწონება, წაშლი ბოლო რა. მაქვს ორივე კამერა უძველესი. დაახლოებით მე მგონი ფირის და ციფრულიც მე მგონი ერთი ასაკის არიან. ციფრული მაქვს D700, რომელსაც 9 მილიონზე მეტი აქვს გადაღებული და still going, ფეხებზე კიდია და ფირიც Nikon-ი მაქვს N75 თუ 75, N75 მე მგონი, რომელიც გამოვიდა ისეთ დროს, რომ ახალი ციფრული კამერები შემოვიდა მაგ დროს და რეალურად იმდენად კარგი ფუნქციები აქვს ამ ციფრულ კამერას, რომ ამ ციფრულს კი არა და ფირის კამერას, რომ არ დაფასდა უბრალოდ, იმიტომ რომ მაგ მომენტში გამოვიდნენ ციფრული კამერები ახალ-ახალი და დაჭრდილეს ეს შენი ფირის კამერა, თორე საკმაოდ კარგი და ესეთი დიდი შესაძლებლობების მქონე აპარატი არის. აი რატომ იმდენად პატარა ვიყავი, 13-14 წლისამ დავიწყე წესიერად კატაობა და არაფერი არ არსებობდა ხალხო, რა სკეიტ პარკი, რა ფეხსაცმელი სკეიტბორდის, რა არაფერი საერთოდ. არც YouTube არსებობდა, რომ რამე გესწავლა, არსებობდა ესეთი პირატული პროგრამა Ares. ამ Ares-დან ვიწერდი ტონი ჰოკის და ვიღაცების კატაობებს და ვიჯექი და მაგათგან ვსწავლობდი. ეს ჩვენი მტკვარი და დედაენის ბაღი. და რა მტკვარი. მოკლედ ესეთი გადაობა მოხდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ვიდეო Instagram-იდან ახალ გზაზე მივდივარ და მანქანებს შორის დაუძვრები არ ქვია მივდივარ პროსტა და აიღო ვიღაცამ ჩემი ვიდეო, რაღაცა გვერდი არის, სახელიც არ მახსოვს ახლა, მე მგონი რაღაცა name ერქვა თუ რაღაც. გამოდო ჩემი ვიდეო და ვინ არღოს მოძრაობის წესებს და აქ ხალხმა ამკენწლა. Luka, I love you! მოდი აქვე განვმარტავ, რომ საქართველოში ეგრეთ წოდებული lane splitting-ი, ანუ ხაზებს შორის მოძრაობა არ არის აკრძალული კანონით და მაქვს უფლება გავიარო ისე მანქანებს შორის, რომ არაფერი არ დავაზიანო. რამოდენიმე დღის წინ ეგრე სარკეები მქონდა ჩატრიალებული, ქვემოთ მეყენა და დამავიწყდა. ვეღარ გავეტიე გავკარი სარკეს და გავუფუჭე მანქანას სარკე. ეგრევე გადავაყენე, დავუტოვე ჩემი ნომერი ამ კაცს, დამირეკა, გადაურიცხე ფული რაც ღირდა სარკე და всё, მოვრიგდით ერთმანეთში, ანუ არანაირი დარღვევა კანონით არ არის. მე Instagram-ზეც მიწერდნენ რაღაც კომენტარებს, თავიდან მცადე რომ ამეხსნა ამ ხალხისთვის, რომ არ ვარღვევა არაფერს ასე შემდეგ. ანუ აზრი არ აქვს საუბარს მაგ ხალხთან, იმიტომ რომ წერენ მაგ რაღაცებს, რომ სხვა საქმე არ აქვს უბრალოდ, თორე ესეთი ამბავი არის, ძალიან გამეცინა. ამერიკაშიც რაღაცა შტატებში დაშვებული არის ეს ხაზებს შორის მოძრაობა და რაღაც შტატებში არ არის დაშვებული. ამ დროს საქართველოში ესეთი ტრანსპორტის მდგომარეობა რომ გვაქვს, მთელი მოტოციკლეტის მუღამიც ის არის, რომ სადღაც რომ მიდიხარ, დრო არ დაკარგო უბრალოდ გზაში და არ იდგე 1 საათი და საათნახევარი, ხშირად 2 საათიც საცობში. მე არ ეძება მანქანის გასაჩერებელი ადგილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის შოუება ხოლმე და ესე ვაიმე ნახეთ როგორ დადის და ამ დროს ციფერბლატზე აწერია რომ 30-ით მივდივარ. არავის არ ვეხები საერთოდ, არ ვუშლი და მე დავდივარ თურმე გიჟივით. მე რო გიჟივით ვივლი ამ მოტოციკლეტით ქალაქში, რა ვიცი. იგი არ არის ყველაფერი კარგად. საცობში რო გიჟივით დადიხარ. ოჰოჰოჰოჰო, რა ხდება აქ? აი ეხლა ჩვენ გვაქვს უპირატესობა, რატომ არ გამოვიყენოთ? აჰა, ჩამიკეტა ამან გზაებში.
ეს ტიპიც მიკეტავს რა გინდათ ბიჭო და ეს ეხლა რა მდგომარეობაში ვარ ესე გარჭობა არ მეყვარს ხოლმე რა მანქანებს შორის ზოგადად წესრიგი მომწონს და მირჩევნია რომ ქალაქში იყოს წესრიგი ჩემ ოთახში შეიძლება არ იყოს მაგრამ ქვეყანაში და ქალაქში უნდა იყოს წესრიგი რა და ეს არ უნდა იყოს შექმნა დაბაყუნებული წესრიგი თავში არ უნდა გირტყავდეს ვიღაცა რომ წესრიგი იყოს შეგნებული წესრიგი უნდა იყოს ჩემსავით და კიდე ბევრი თქვენთაგანისავით უნდა უნდოდეს ხალხს რა რომ იყოს წესრიგი ამ დროს გვეშველება სხვათა შორის მთელი დღეა სპორტ რეჟიმით დავდივარ და ძალიან ასწორებს ნელ-ნელა უეჩვევი ისე დაძვრას რომ ცხვირი არ ამიციოს მაგრამ ტრექშენ კონტროლი მაინც იმას მიშვება მიკონტროლებს რა აი off-road რეჟიმზე თუ გადავრთავ მე შეიძლება